საგიჟეთი. ესეც ასე. შოუც დაიდგა. რა უნდა ითქვას ამ გიჟებზე, ამ გადარეულებზე? ნუ არ ვიცი რა უნდა ითქვას. გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად გიჟები არიან 1995 წელს ჩამოყალიბდნენ და იმის მერე ქმნიან აბსოლუტურ სიგიჟეს. თუ არ ვწდები, თავიდან საერთოდ ესენი იყვნენ რამდენი იყვნენ 23 თუ რაღაცა ესეთი. მოკლედ მე რო უკრავდი ერთ ჩეჩენის მაგაცი მყავდა ეს რა არია. ესეთი. მე რო უკრავდი ერთი ჩეჩენის მაგაცი ყავდა ჯგუფში აწომა და იმის განვიცი რომ ამ 23-ს ან 18-ს ამბობდა. 1995 წელს ჩამოყალიბდნენ და მას მერე მოდიან ერთად. ნუ სიგიჟეები ხდება ამათ კონცერტებზე, ჩემს მაგაცია ნაყოფი ამათ ლაივ პერფორმანსზე ამერიკაში და ნუ საგიჟეთიაო რა და რა ვიცი. ხარამეს ვერ იტყვიო რა, აი მენა საგიჟეთიაო რა და მოკლედ აი ეს შემოგთავაზეთ და გაგაცანეთ კონკრეტულად სლიპნოტის კასტერი ახლა მეთქვენ და ნუ კორი ტეილორი საკმაოდ ესეთი აკადემიური ვოკალისტი არ გიგონებთ მარტო ხრიალებს და ყავს 2021 წელს მსოფლიოში საუკეთესო დრამერი ყავდა თამაც და გარდაიცვალა სამწუხაროდ ჯოი ორდისონი გარდაიცვალა და იყო საუკეთესო დრამერი მსოფლიოში და ყველაზე სწრაფი დრამერი მსოფლიოში. რავი, ალბათ ბადრიჩის მერე, იმიტომ რომ ბადრიჩი ძალიან სწრაფი იყო. ნუ ბევრი ახსოვს რა ისტორიას დრამერებში სწრაფები. მოკლედ ამისი სწრაფი და ამის რეკორდი გამოიხატებოდა იმაში, რომ ერთ წუთში ქონდა 2114 დარტყმა. ხვდებით? პარადიდლებს ვაკეთებენ რა, ორიანებს რა, დედიკატას. აი ესეთი ძალიან გიჟები არიან სლიპნოტი და მინდა გითხრათ რომ დავიღალე იმდენი გიჟე. მინდა გითხრათ რომ მე თავიდან ესეთი გამორჩეული სლიპნოტის ფანი არ ყოფილა რა, არც ახლა არ ვარ. თუმცა რაც ეკუთვნის ის უნდა ითქვას. დღეიდან უკვე იცით, ვინც არ იცოდით სლიპნოტი და კონკრეტულად ეს სიმღერა. Caster. Bye. შემდეგი იქნება ძალიან მაგარი სიმღერა. კოსმიკი. არ დავასპოილერებ, პრინციპში შორტებში უკვე დასპოილერებია. მადლობა, გამოიწერეთ ჩემი არხი და ვიკაიფოთ ერთად მეგობრებო. ხარისხიან მუსიკას უსმენთ.